ეხლა ჩვენ სად ვიყოფებით რო იცოდეთ? ალბათ კეთილი შურით შეშურდება მხოლოდ ადამიანს. რადგან მეგობრებო, ახლა ჩვენ ავდივართ რენესანსისა და დასავლური სამყაროს ყველაზე დიდ ოლიგარქებთან, ვინებიც ევროპაში იყვნენ. ეს არის მეგობრებო მედიჩების სასახლე. მედიჩები იყვნენ, ყველაზე გავლენიანი დიპლომატები, ყველაზე გავლენიანი ბანკირები, აქ რა ხდება? აქ შესვლა მომენა შეიძლება. Საერთოდ There's a museum? I think so. Okay. ნახეთ რა საოცრება არის. დააკვირდით ნახატებს, სკულპტურებს. ეხლა მე ვიმყოფები ლორენცო დე მედიჩის სასახლეში, ყველაზე გავლენიანი ადამიანი რენესანსის ევროპაში, რომელიც აზანზარებდა მარტო იტალიას და ფლორენციას კი არა, მთელს ევროპას. ფაქტიურად ამ ადამიანებმა შექმნეს პირველი საბანკო სისტემა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი ის იყო, რომ მედიჩებმა შემოიღეს ესეთი აღებმიცემობის ახალი პრინციპი ეკონომიკაში. როდესაც ბოლონიადან მაგალითად ფლორენციაში მაყუთი მიდიოდა, შუაგზაში ხო შარაგზის ყაჩაღები ძარცვავდნენ ამას და მოიფიქრეს ესეთი სისტემა, რომ შენ მიდიოდი ბოლონის იმაში როქე ბანკში, იღებდი ესეთ რაღაც კრედიტს, რაღაც 500 ევრო სიტყვაზე, ეს ტერმინებით რო ვისაუბროთ, უნდა ჩაგეტანა ფლორენციაში. რო არ გაეძარცვე, ეს მიქონა მხოლოდ, რომელიც ხელმოწერით იქ უნდა დადასტურებულიყო და მე შემდგომ უკვე ფლორენციიდან იღებდი ამ ფულს. ეს ძალიან საინტერესოა. ხო და ესეთი ჭკვიანური მოდელით, ამათმა ახალი სისტემა შექმნეს საბანკო ევროპაში, ნახეთ, მთელი კულტურა თავზე დაყურებს ახლა. რა სილამაზეა. ამას შეხედეთ შენ. მოკლედ ეს მედიჩები რომის პაპთან იყვნენ ძალიან მაგარი ურთიერთობაში რა. საერთო კონკორდატი ქონდა დადებული, ქონდა საფინანსო შეთანხმებები, პაპის კორონაცია, არჩევა, რამე რაც ხდებოდა, ყველაფრის ის იყო, რა ქვია, დაფინანსებდნენ ესენი. ეხლა მაკიაველსა და მედიჩებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, ეს ვინც საკითხული გეცოდინებათ, რადგანაც მაკიაველი მედიჩებს აკრიტიკებდა, რადგან მაკიაველი იყო რესპუბლიკური მმართველობის მომხრე, მედიჩები იყვნენ უფრო მეტად დიპლომატები და იმიტომაც არის, რომ თავარს რო დაწერს მედიჩის მიმართავს ესე პიერ დაუდო მედიჩი ასე მიმართავს, რომ ჩეზარე ბორგია არისო, ნამდვილი მმართველობისო და ნამდვილი ესე ვთქვათ ავტოკრატიის სიმბოლო. პერსონალურად მაკიაველი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ჩეზარე ბორგიათი უნდა იყო მაგალითი თუ როგორ უნდა იყოს სრულყოფილი მთავარიო რა. პრაქტიკულად ხო ჩეზარე ბორგია იყო ტირანი. ხოცავდა ხალხს, იმაშვებოდა რა იყო აბსოლუტურად კრუსიფიქშენები იყო მთლიანად, გილეოტინები, მოჭრები დაწვა რამე ჩაულებრივად. ამას მაკიაველი ამართლებდა, რადგან იმ დროისთვისო გამართლებულიაო, რადგან სხვანაირად შენ თუ გინდა ხალხი მართო უნდა მიმართო ასეთ ვერაგულ ხერხსო. ასევე მაკიაველი აკრიტიკებდა რომის პაპს, რომელსაც ცალკეული იტალიური ქალაქ სახელმწიფოების გაერთიანება არ უნდოდა და უნდოდა რომ შეექმნა და ყოველთვის რადგანაც დაქუცმაცებული იტალია მისთვის ბევრად მარტივად სამართავი იყო ვიდრე გაერთიანებული. მედიჩები ხა რა თქმა უნდა წილში იყვნენ და სხვადასხვაის ხა გამახსენა კაი ფაქტი. მედიჩებს მიუძღვით გარკვეული სპონსორობა ტამპლიერთა მესამე თუ მეოთხე ლაშქრობაში იერუსალიმში. ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იერუსალიმში ვითარდება ეგ მომენტები, ასესინიდან მაინც გეცოდინებათ. სადაც ისინი აფინანსებდნენ სხვადასხვა აქ რა ხდება. ხო, ახეთ რა. ხა ჩვენ ახალ დარბაზში ეს ფლორენციის უშუალო ქალაქია და აგერ არის ერთ-ერთი საინტერესო დარბაზი. მთლიანად მოჩუქურთმებული მოხატულობითა და არქიტექტურით რენესანსის ეპოქას გადმოსცემს. აქ არის ძირითადად ადამიანის გამოღვიძება,
როგორ გაიღვიძა ხელოვნებაში, როგორ გაიღვიძა კულტურაში, როგორ გაიღვიძა ლიტერატურაში, ფერწერაში, ხუროთმოძღვრებაში ადამიანმა და ერთ საინტერესო რაღაცას მინდა ყურადღება მივაქციოთ, დააკვირდით ადამიანის გამოსახულებებს და ყველა მათგანს მიყავთ პარადი საკუთარ ოჯახში. რაც იმას ნიშნავს, რომ ალფა მამრიზმი, რაც რენესანსმა გადმოიტანა, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის თავით, კაცი უნდა იყოს საუკეთესო მონადირე, საუკეთესო ის და ყველაფერი გადმოტანილი აქვს და ძალიან კარგად გადმოსცემს ამ ყველაფერს, ხო, ნუ, კაი, მოდი შემოიკვირდეთ, გადავიდეთ. მოკლედ, აი ხა კამერა შემოტრიალდება ჩემსკენ და თქვენ დაინახავთ, ეს არის ლორენცო დე მედიჩის პერსონალური საძინებელი ოთახი. აი ამ ადგილიდან, მეგობრებო, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, სოფლიოს სხვადასხვა წერტილში ისეთი ბრძანებები იცემოდა, რასაც ქალაქ სახელმწიფოები, ომები, დიპლომატიური შეხვედრები, რაღაც ფულების გამოზობი და ბევრი სხვადასხვა რაღაცა ის სწორედ აი ამ ოთახიდან ტრიალდებოდა. წარმოიდგინეთ, ეს რამდენად ისტორიული და ღრმა ადგილია. ეს იყო მისაღები. ძირითადად დიპლომატებსაც პატიჟებდნენ ხოლმე, უბრალოდ ხმამაღალი მეც ვერ ვლაპარაკობ, არ შეიძლება ამ ხმაზეც საუბარი, რადგანაც სიჩუმე არის ბოლომდე დაცული. და ეს იყო ნახეთ რა ლამაზია, აი ხედეთ. საოცარია რა. და რამდენადაც ინახავს ერთი ადგილი რა. აი ახლა ჩვენ სხვა ადგილიდან გავაგზავნებთ ვიდეოს გადაღებას და უფრო დეტალურად მოგიყვებით მე ყველაფერს. აი ხა თქვენ ხედავთ აი წარმოუდგენელი სილამაზის დარბაზს. სადაც იმართებოდა და გამოდიოდა რომის პაპი, კარდინალები, სხვადასხვა ქურუმები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოდიოდნენ ფლორენციაში, რომლებიც გარიგებებს დებდნენ, აწარმოებდნენ ომს და ანუ ისტორიული დატვირთვის თვალსაზრისით და ზევით აი უბრალოდ ახედე კამერა რა სილამაზია. რა სილამაზია ზევით. ესეთი აი ჩუქურთმები, ესეთი აი დეტალიზაცია მაქსიმალურად, აი კარგად გადმოსცემს მაგ პერიოდის აი სიმდიდრეს, რაც აი კულტურული თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვენახა. აი აქ არის გამოსახული პაპი ერთ-ერთი და როგორ ემთხვევიან მას კარდინალები, რაც იმას ადასტურებს, რაც მე ვისაუბრე, რომ ეს არის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. მედიჩები ხა რომის პაპთან შეკრულები იყვნენ, აი ფულის გამოზები მიდიოდა პირდაპირ კეთხვით. ეს ანგარებით არ ხდებოდა ეს ყველაფერი. რადგანაც კაი, ეს ვინ არის? საოცარი. აგერ ეს რა არის? ერთი ეს მეც არ ვიცი ხა რა არის. ჩაპელ ელეონორა. ელეონორას სილამაზია, შეხედე. მთელი რენესანსი, ბაროკო, ჰუმანიზმი რაც არის, მთლიანად არის გადმოცემული ძალიან ლამაზი ესთეტიკით და ძალიან ლამაზი მოხატულობით, მეგობრებო. აბა, აღრთოვანებული ვარ, აგერ ეს არის, ხედე, ეს შუა, ის იტალიური არქიტექტურის ნაწილია, ეს ასასინებშიც კარგად ჩანს რა, ეს შუაში რო ეს სივრცეები იყო კარგად დატოვებული და ეზოების იმას ხნდა ეფექტს, რა საინტერესოს. ანუ აუ ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ რა. თქვენი თვალით უნდა გამოცვა და თქვენი თვალით უნდა ნახოთ ეს ყველაფერი, რადგანაც თუ ამას თქვენი თვალით ვერ ნახავთ, ვერ შეიგრძნობთ ახლა იმ სილამაზეს, რაც აქ მდებარეობს და რაც აქ ინახება, მეგობრებო. ნუ ეს სხვადასხვა სასახლის ნაწილებია. ეხლა დეტალურად ესე არ ვიცი, ხა მედიჩების საყვარლები რომელ ოთახში იყვნენ, მაგის საძმაკაცო სად მოდიოდა ხოლმე და რა მეგენი არ ვიცი დეტალურად, მაგრამ პრინციპში რთული მისახვედრი არ არის, რომ ამას ქონდა ძალიან საინტერესო ისტორიული დანიშნულება. რა ვიცი, აი, მოდი ახლა მოკლე შემაჯამებელის გავაკეთეთ. აი მარტივად გეტყვით მაგარ რაღაცას რა. ანუ რომი ხო ძალიან მაგარია, ვატიკანი ძალიან მაგარია, მაგრამ აი ფლორენცია, აი თავისი ისტორიული დატვირთვითა და თავისი აი ვაიბებით რა სამ ქალაქს მოაქვს, არის აი ხო გეონე გადამიყვანა პირდაპირ რენესანსში. თუ რომში ვნახე ანტიკური ხანა, ვნახე კოლიზეუმი, ვნახე საიმპერატორო დონე, აქ არის წმინდა წყლის რენესანსი, დანტე ალიგიერი, ეს ბოტიჩე, აი ძალიან საინტერესოა და მე გირჩევ თუ იტალიას თქვენ ეწევით, აუცილებლად მოინახულოთ რომი, ვატიკანი და ასევე ფლორენცია. ნუ ასევე ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობებია სხვა, რომელიცაც ფიზიკურად ვერ ჩავატებთ ახლა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ფლორენცია არის ნომერ პირველი ჩემთვის. დროებით. Schlaf nun sehr